ნახოთ ქუჩის გამოკითხვა, ეს უნდა იცოდე, რომელიც ზაქარია ფალიაშვილს ეძღვნება დღეს. ეხება. რომელ საუკუნეში დაიბადა ზაქარია ფალიაშვილი? ასე იგი ქეთა და კოტე რომელ საუკუნეში? მე-20? არა. მე-19 სავარაუდო. მე-19 საუკუნეში. თორემ მე-19 საუკუნეში. მე-20-ში. ზაქარია ფალიაშვილი დაიბადა მე-19 საუკუნეში. ზაქარია ფალიაშვილი მე-19 საუკუნეში დაიბადა. მე-19-ში. მე-19 საუკუნეში. მე-20. მახსოვს. ზაქარია ფალიაშვილი. მე-20. მე-20 საუკუნეა თორემ. მე-19-ში. რომელ საუკუნეში დაიბადა ზაქარია ფალიაშვილი? მე-20 საუკუნეში. ზაქარია ფალიაშვილი დაიბადა მე-19 საუკუნეში. მე-19. ვის ეკუთვნის ოპერა აბესალომდა? არ ვიცი. ზაქარია ფალიაშვილს. ვის ეკუთვნის ოპერა დაისი? დაისი არის ფალიაშვილი. ვის ეკუთვნის ოპერა აბესალომდა ეთერი? არც. ფალიაშვილს. არც ეგარიც. ზაქარია ფალიაშვილს. ზაქარია ფალიაშვილი. არ მახსოვს. ვის ეკუთვნის ოპერა აბესალომდა ეთერი? ზაქარია ფალიაშვილს რა თქმა უნდა. ფალიაშვილს. ვის ეკუთვნის ოპერა დაისი? ზაქარია ფალიაშვილი. ვისი სახელობისაა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი? ზაქარია ფალიაშვილი. ზაქარია ფალიაშვილი. ვისი სახელობის არის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი? ზაქარია ფალიაშვილი. ფალიაშვილის. ფალიაშვილი? არ მახსოვს. ვისი სახელობისაა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი? ზაქარია ფალიაშვილი. ვინ არის გამოსახული ორლარიანზე? მე მგონი ვაჟაბშაველა? ორლარიანზე აკაკი წერეთ? ორლარიანზე. არ მახსოვს. ფალიაშვილი? ვინ არის გამოსახული ორლარიანზე? არ მახსოვს. ორლარიანი არა გვაქვს. ორლარიანზე არ მახსოვს. ვინ არის გამოსახული ორლარიანზე? ია ჭავჭავაძე. ზაქარია ფალიაშვილი. ვინ არის გამოსახული ორლარიანზე? ზაქარია ფალიაშვილი. ზაქარია ფალიაშვილი. არ მახსოვს, ძალიან დიდი ხანია ორლარიანი კოპიორა არ მინახავს. ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი და საზოგადო მოღვაწე ზაქარია ფალიაშვილი 1871 წელს ქალაქ ქუთაისში დაიბადა. უმაღლესი მუსიკალური განათლება მოსკოვის კონსერვატორიაში მიიღო. მუშაობდა ქართულ გიმნაზიაში და სამუსიკო სასწავლებელში. მონაწილეობდა ქართული ფილარმონიული საზოგადოების დაფუძნებაში. იყო თბილისის კონსერვატორიის პროფესორი და დირექტორი. შექმნა ოპერები დაისი, ლატავრა, აბესალომ და ეთერი და სხვა. ზაქარია ფალიაშვილის სახელს ატარებს თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი. ქვეყნის რამდენიმე სამუსიკო სასწავლო დაწესებულება, ასევე ქუჩები მოსკოვში, თბილისსა და ქუთაისში.